ლიზა ანთაძე 7 წლის. ვსწავლობ სკოლა გორდაში. ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა, თამაში და სწავლა. ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა. მე ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. გუშინ შევედი ხატვის წრეზე. მე ვიცი გოგონას ხატვა, ყვავილების ხატვა, ხეს ხატვა და ბუნების და კიდევ მე მგონი უკვე ვიცი ყველაფრის ხატვა. ჩემი საყვარელი ფერებია იასამნისფერი, ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. ცოტათი არ მიყვარს მწვანე ფერი. რაღაც გულთან ახლოს არ მიდის. ყველაზე ძნელია კატის დახატვა. ყველაზე ადვილია გოგონას დახატვა. მე ახლა გავსწავლეთ გოგონას დახატვას. ეს არის თავი. ეს არის თმები. ეს არის თვალი. ეს არის პირი. ეს არის ტანი. ეს არის კაბა. ეს არის ხელი. ეს არის ფეხები. ეს არის ცხვირი. გუშინ დავხატე ავტოპორტრეტი. ისეთი ლამაზი გამოვიდა, როგორც სინამდვილეში ვარ. მე ვარ ლამაზი და პრანჭია გოგო. ყველა მეუბნება და მეც დავიჯერე. მე ვიპრანჭები ასე, სარკესთან დგავარ, ვიბარცხნით მებს და ვიპრანჭები და პოვანდასაც ვის. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კლასელები კარგი მყავს და მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ემილია ბერიც. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ემა ცინცაძე. ყველაზე მშვიდია მერთი უსტურკი. ყველაზე ცელქია არჩილ მიქელაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი და მეგობრული. კიდე ვარ ძალიან კეთილი. ძალიან მიყვარს სიკეთეების გაკეთება. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი წიგნია დედაი. და სკოლა რა დავამთავრეთ, მასწავლებელმა დაგვირიგა წიგნები. და ვკითხულობ მაგას. ზღაპრების წაკითხვაც ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი ზღაპარია წითელქუდა. პრინცესებიდან მე ვგავარ რაპუნცელს. მაგრამ მე უფრო ლამაზი. ყველაზე მეტად მომწონს ასომგერა მ. იმიტომ რომ მუდან იწყება მაი. მაი არის ჩემი დედიკოს სახელი. არ მომწონს ჰ, იმიტომ რომ ჰ და პ მეშლება. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ანი ქილიფთან. ლამაზია, მოსიყვარულია და თბილი მასწავლებელი. ბავშვები ძალიან უყვარს და ყველას გვეხუტება. რომ გავიზრდები, მე მინდა გამოვიდე ექიმი და მხატვარი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მხოლოდ ექიმი. ჩემი აზრით, ბავშვობა მთავრდება 10 წლის ასაკში. მე მომწონს რომ ვიზრდები, იმიტომ რომ ყველაფერს ვწავლ. ახლა მინდა ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ დიდი სახლში ვცხოვრობთ მე, მამიკო და ბები. მამიკო არის სიმპათიური, მხიარული, კეთილი და ყველაფერს ყიდულობს, რასაც ვთხოვ. ბევრსაც არ ვთხოვ. მე ვარ მამიკოს პრინცესა გოგო. ბები არის კეთილი, საყვარელი და ყველაფერს აკეთებს. ძალიან მიყვარს მისი გაკეთებული სუპი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია მაკარონიანი წვნია. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემს დედიკოს გავაცოცხლებდი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილე დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამიკოსთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მე მქონდა ოცნების საჩუქარი და უკვე მაჩუქეს. ეს საჩუქარი იყო რუდის ბანდა. ვინ მაჩუქებდა? ჩემმა ბიძიამ რომან ანთაძე. ისეთი კარგი ადამიანია, რომ ყველა უნდა იცნობდეს. ბედნიერება არის დაბადების დღე, საჩუქრის ჩუქნება და თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.